ღირსი დოსითეოზი, წმიდა ამბა დოროთეს მოწაფე, მე-6-მე-7 საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და მდიდარ წარჩინებულ ოჯახში იზრდებოდა. ერთხელ მან მოისმინა თავისი მხედართმთავარი ბიძის მონათხრობი წმიდა ქალაქის იერუსალიმის შესახებ და ძალიან მოუნდა იქაურობის მონახულება. მისი ნატვრა მალე აღსრულდა. გეთსემანიაში ის დიდხანს შესცქეროდა საშინელი სამსჯავროს გამოსახულებას. უეცრად დოსითეოზის გვერდით წარმოდგა ქალი, რომელმაც გულდაგულა უხსნა მას, თუ რა იყო სურათზე გამოსახული. ჭაბუკმა იკითხა, როგორ შეიძლება თავი დავაღწიო საუკუნო სატანჯველს, პასუხად მიიღო, იმარხულე, ხორცს ნუ მიიღებ, ლოცვას უმატე, ამის თქმა და საკვირველი მოძღვრის გაუჩინარება ერთი იყო. წმიდანმა დიდხანს ეძება იგი, მაგრამ ამაოდ, დიდებული ქალბატონი თავად ღვთისმშობელი იყო. ყოვლადწმიდა ქალწულის გამოჩენამ ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყმაწვილზე, რომ მან გადაწყვიტა მონაზვნურ ღვაწლს შესდგომოდა და საღვთო შურით ანთებულმა ამბასერიდის სავანეს მიაშურა. აქ იმ დროს